საბა საკმაოდ სათანადოდ კარგად არის მომზადებული. შეიძლება თქვა, რომ აი ნორმალური რაოდენობის კვირა გაიარა კემპის. მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგად ყავს შესწავლილი. შემიძლია გამოსახედიდან შემიძლია თქვა, რომ ის მეტოქე არის იმ სივრცეებში სუსტი, სადაც საბა არის ძლიერი. რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, ხო? საბა სოზაშვილი ბრუნდება მშობლიურ მიწაზე, გასამარჯვებლად. ხმაში ფოთოველი ბრძოლა არის, საინტერესო ბრძოლა არის და აი მთელი MMA-ის ინდუსტრია ველოდებით, ასე რომ ვთქვათ, როგორც საბა სოზაშვილის დიდი პაუზის მერე, ტრავმების მერე დაბრუნებას მშობლიურ მიწაზე აქ თბილისში გამარჯვებით. საბას რაც შეეხება, საბამ გაიარა უმაღლეს დონის კემპი, ჩვენთანაც იყო ჩამოსული ბათუმის საბრძოლო აკადემიაში, მას აქვს გამოცდილება პარტერში, ასევე შეუძლია დგომში ბრძოლაც შეუძლია რომ იყოს პირველი ნომერი, გამოცდილი მებრძოლი არის, ბევრ წამყვარ ორგანიზაციაში მაგარ ბიჭებს არის შენახვედრი და ჩემი აზრით მაგარ ბრძოლას წამართავს. ხო, ველოდებით საბა სოზაშვილის გამარჯვებას, რამოდენიმე ბრძოლაში გამოვა, თავდაჯერებული ბიჭი არის, შრომის მოყვარე და რაც თავარი არის, მოტივირებულია თავის საქმეში. ბათუმი და მას დღეს აქვს დებიუტი. ეს მებრძოლია საბა სოზაშვილი. გაწელე ფეხი აწელე გარდი არა აღებინო გაიგე ისკენ საბა თავით მიწი ეკეთკასთან ჩასულა მარჯვენა ხელი ამეიღე საბა მარჯვენა იდახი საბა წამის ხარ ოფა ამჯი მიგავიშა ზუნაზე ხალხი მიგავიშა
ლიაშვილი კი იქნება თავარი არბიტრი რინგზე. მეექვსე ბრძოლა კიკბოქსინგი და მებრძოლი ლურჯ კუთხეში. რაც შეეხება საბაზ ბრძოლას, ყველაფერი გეგმის მიხედვით წაიყვანა, რაც უნდა გაეკეთებინა და რაც ჰქონდა მონახაზი, ის იდეალურად შეასრულა და რასაც ველოდებოდით, მე პირადად ველოდებოდი ფინიშს და ეგრეც გააკეთა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია დაბლა საბა პარტერში, დგომში შეუძლია, მაგრამ რაც ჰქონდა გეგმა იმას არ გადაუხვია და რაშიც პლუსი ჰქონდა, ის ზუსტად ის გამოიყენა და შესაბამისად ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა და კემპი კიდე გაიარა თავდაუღალავი შრომით, ძალიან შრომელი ბიჭი არის, უშრომობს, ბევრს ვარჯიშობს და ყოველთვის ორიენტირებული არის თავის განვითარებაზე. და აი შედეგით სახეზე არის, არ არის მარტივი ესე დაბრუნდეთ ან შენ ქვეყანაში და ესეთი ბრძოლა ჩაატარო, სანახაობრივი, დომინირებული, თან ისეთ მებრძოლთან, როგორც ზოგადად ირანელები გამოირჩევიან ფიზიკურობით და ფიზიკაშიც აჯობო, ტექნიკაშიც აჯობო, ამას ყველაფერს დიდი შრომა ჭირდება და საბამ ამისთვის იშრომა, ოფლი დაყვარა და რა ვიცი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ის ჩემპიონი ყოფილიყო და დღეს ის ჩემპიონია, გამოვიდა დაბრუნება და ყველას ვეტყვი იმას კიდე, რომ თან ხმამაღლა, რომ მომავალი ჩემპიონი არის ეგ ბიჭი და 66 კილოში ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი ყავს საქართველოს. ამ ვიდეო არბა ძირითადად მარტო ვიდეოები ნახეთ ლაპარაკის გარეშე და მცირეც ეხლაც ვილაპარაკებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ბრძოლა. ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, ჯერ რომ საქართველოში ამდენი ხანი არ მიჩხუბია, 5-6 კვირა ვქონდა მოსამზადებლად, როგორც თქვი და ისე მოვხდა, რომ ჩემს მშობლებს მოუწია ძალიან დიდი ოპერაციის გაკეთება. ავლაპარაკობ ზუსტად ჩემი ოჯახის პრობლემებზე, არასდროს არ მიყვარს ამის გატანა, მაგრამ ზუსტად წონის კლების ღამეს დაიწყო დილის 1 საათზე ოპერაცია და ღამის 3 საათზე მორჩა და მე მაგრამეს წასვლა მომიწია მაინც და 7-8 კილო დავიკელე იმისთვის, რომ როგორც პროფესიონალს წონა დამეფიქსირებინა და როგორც, რა ვიცი, მებრძოლმა და პროფესიონალს ბრძოლა ჩამეტარებინა. ღმერთით ყველაფერი კარგად ჩატარდა, ბრძოლაც მოვიგე, ჩემი მშობლებიც კარგად იქნებიან და აქედან აუცილებლად წავალ დედაჩემთან პირველ რიგში. მამაჩემთან რეანიმაციაში ვერავ აუშოვნა და დედაჩემს აუცილებლად ახავ და ჩავეხუტები და ხო, სულ სხვის ბრძოლებზე ვლაპარაკობ ხოლმე Soza Fight Corner-ზე და ერთხელ ჩემზეც ვილაპარაკე და სამომავლოდ ისე სხვებზე ვილაპარაკებ და აუცილებლად გამოიწერეთ Soza Fight Corner-ი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მაგარ ვიდეოს ვხდით ხოლმე, ავადროებთ.